სანამ CRX-ის პროექტს დავიწყებ, უნდა გავიხსენო ჩემი ძველი საქმიანობა, როდესაც ქარუში ვიყავი ერთ-ერთი პირველი ავტოასისტენტი, ანუ ქალი ავტოასისტენტი კი ზოგადად ერთ-ერთი პირველი ავტოასისტენტი. და ყველაზე მაგარი უნარი რაც იყო ჩემი, იყო რომ შემეძლო ძალიან იაფად, ასე ვთქვათ, არასაბაზრო ფასად მანქანების კეთება. და მაინტერესებს თუ შემჭე კიდევ ეს უნარი და პირველი, რა თქმა უნდა, შედარებით ბიუჯეტური რაც არის, ჩემი 92-ის მოწესრიგება უნდა დავიწყო. ვინც არიცით, ჩემი 92 არის 335 გერმანული ავტომობილი, ყველაფერი არის ქარხნული მაგ ავტომობილზე, საღებავიც კი და შესაბამისად საღებავი ლაქი ყველაფერი შელახულია. ამის გამო ჭირდება გარედან შეღებვა და მინდა რომ ლამაზი იყოს და კარგ ფორმაში იყოს მანქანა. და სალონის მოწესრიგება. სალონის მოწესრიგებაში გულისხმობა ქიმწმენდა და აი ლუქის აჭერი არ ჩამოთვლილი და იმის გაკეთება. დანარჩენი ყველაფერი საღია მაგ მანქანაზე, არანაირი პრობლემა არ აქვს. გერმანულ მანქანასთან შედარებით კიდე პატარა გარბენი აქვს, იმიტომ რომ 251,000 არის გარბენი და ისეთი მანქანა, რომელიც ყიდვიდან დაახლოებით 10 წელი გერმანიაში დადიოდა, მაგ მანქანისთვის ძალიან ცოტა გარბენია რა. მაგის წიგნაკიც მანქანაში მინდევ, სადაც ყველაფერი არის ასახული რა. სერვისები უტარდებოდა თავის დროზე გერმანიაში და როგორ იყო მოვლილი და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან მოვლილი და განსაკუთრებული მანქანა არის რა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ავტოპარკში. ამიტომ როგორც კი დავბრუნდები საქართველოში, პირველი დავიწყებ მაგ მანქანის გაკეთებას და რა თქმა უნდა, მაგ პროცესს განახებ და ვნახოთ რა დამიჯდება მაგ ყოველთვის გაკეთება, იმიტომ რომ საბაზრო ფასით რო ვიანგარიშოთ, დისკები ჭირდება, მოკლედ ყველაზე მინიმუმ 5,000 ლარის თემა მაინც არის ეგ ყველაფერი რა. შეღებვა, დისკები, ქიმწმენდა, რაღაც პატარ-პატარა დეტალები, წინა ბამპერი არის საყიდელი. და მოკლედ წრული რაღაცები არის რა. ვნახოთ. საბაზრო ფასთან შედარებით ამდენად იაფად გავაკეთე. თავარი დამოვიწყდა. გამოიწერეთ არხი, აუცილებლად დააჭერეთ subscribe-ს, იმიტომ რომ გამომწერები და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიებს დავალაპარაკო, რომ შევძლო შემდგომ ამ მიზნების განხორციელება. და ასევე, რაც მთავარია, პირველ რიგში დათოს უნდა გადაუსწროთ გამომწერებით, ეგ კი იცით და შემდგომ უკვე ბოლო წერტილი გვყავს ნიკას ავტობლოგი, რომელსაც აუცილებლად უნდა გამოუსწროთ გამომწერებით რა. რა ვიცი, აი ეგ მუღამი არის რა, რომ საბოლოოდ უნდა გადაუსწროთ ნიკას გამომწერებით.